Aliloda, Aliloda, O Christes macharobel nivart, Christe shobas mogilotavto, Aliloda, Aliloda, Ozda chorsa deger versa, Christe ishva Bethlehem shinao, Aliloda, Aliloda, Bethlehem სურიესტანისასა დღეთა იროდი მეფისათა მოგვნი აღმოსავლით მოვიდეს იერუსალიმად და აიტყოდეს სადარსომელი იგიშვა მეუფე ურიათა რამე თუ ვიხილეთ ვარსკვლავი მისი აღმოსავლით და მოვედით თაყვანისცემად მისა ვითარცა ესმესე იროდი მეფესა შეზრწუნდა და ყოველი იერუსალიმისთანა და შეჰკრიბნა ყოველი მღვდელმთავარნი და წინავარნი ერისანი და იკითხებოდა კითხვიდა მათ სადა უკვე შობადარს შევიდეს ახსა მას იხილეს ყრმაიგი მარიამისა თანა დედისათვისა და დავარდეს დათაყვანისცეს მას და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შესწირეს მისა ძღვენი ოქროი გუნდრუკი და მური და მოიღეს ბრძანებაი ჩვენებით რათა არა მიაქციონ იროდისა არამედ ხვით გზით წარვიდნენ სოფლათვისა დიდება შენ და უხოლოდ დიდება შენ და მხოლოდ შობილისა შენისათა რომლისათანა გორხეულ ხარ თანა ყოვლად მიდი და ცხოლმწყობელი სული ჩემი თორ აცნამარადის და უგუნიგი უკომისამრე ამინ შვიდობა ყოველთა და სულისათა შენისათანა ვიყვარებოდე სუთამისგან ყოველთა ესია ცისხლი ჩემი ახლის აღთვისა თქვენთვის გამრავლთათვის და თხეული მისატებელ სოდვათა იესო ქრისტესნი თქვენ ყოველთა თანა და სულისათა შენისათანა და ცხოლმწყობელი სული ჩემი თორ აცნამარადის და უგუნითი უკომისამრე ამინ ნაუღდავებისა წყაროცა დიდება მალთაშინა ვერცო ქვეყანასაც ზედამშვიდობა და კაცთა შორის შეთქმულება ჯვარი გამოსახის პირველად აგებუზებმა შობის ამის როდესაც იბადეს ეს წუთი ისალობენ დიდება მალთაშინა ვერცო ქვეყანასაც ზედამშვიდობა და კაცთა შორის შეთქმულება ერთმა და ამ კიდროსი დიდება მალთაშინა ქვეყანასაც ზედამშვიდობა და კაცთა შორის შეთქმულება გეოცოთ შობის უმნიშვნელოვანეს დასასრულს მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ახალი წლის დღესასწაულებით იმდენად არის დაღლილი რომ შობისთვის აღარ ასწავლია. ჩვენმა ქვეყანამ სარზეებით იზეიმოს
ხალწილი უხად შესწირა მსხვერპლი ახალი წლის კერპს ცხენებით იჯრითა და ამის შემდეგ შობისთვის უკვე ენერგია აღარ დარჩა საზოგადოებას. აღარ საჭმელი შემორჩა ზოგს სამწუხაროდ მთელი წლის მონაგარი ზოგმა საახალწლო სუფრას დაახარჯა, ზოგმა კოჩი დაგლა, ზოგმა ინდეური ბარხაც დაიწყდა და კარგათაც იმხიარულა. მერე ცხენზე შემოჭდა იჯრითა, ცხენის ფიტულები გამოფინა მთელ საქართველოში. ეს არის უპრეცედენტო და უაღრესად სამწუხარო შემთხვევა, აქამდე ესეთი რამ არ ყოფილა და ეხლა უკვე ჩვენმა ხალხმა ფიტულების გამოფენა დაიწყო. ანუ დაიწყო კერპების გამოფენა მთელს ქვეყანაზე. ასეთი მდგომარეობა იყო, აგვისტოს ეკლესიის დროს გახსოვთ, ცეცხლს რომ წყალი დაასხადა უთხრა, ეს არის კერპი. ამან თქვენ როგორ უნდა გიშოვოთ, აიმე, მას რას უზამ. სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენს ქვეყანაში კერპთაყალის მცდელობაა გამოფებული. კი ვართ ეხლა მართლმადიდებლები და არიქა უგალობთ ღმერთს და არიქა ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. იქით მამა გაბრიელის საფლავთან მდგავართ რიგში. აქეთ დაზრებში, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ყველა მეტნაკლებად ვყიდულობთ ცხენის ფიტულს და ნალს, რომ იქნება რაღაცა გვეშველოსო და ცხენის ფიტულმა რა უნდა გიშველოს და რა უნდა გიშველოს. ეს არის კერპი. ბოლოს დადგა დრო, რომ ხალხმა გაიგოს ის, რომ ესეთი რამ არ შეიძლება და არა მარტო არ შეიძლება. რომ სამწუხაროდ ხალხი ამბობს, რომ შეიძლება ჩვენ დავდივართ ეკლესიაში, სათვალს ვანთებთ და თან ასტროლოგიური ნიშნებით აღნიშნავთ ჩვენს ცხოვრებას. ეს არის კატასტროფა, ჩვენი ზნეობრივი და სარწმუნოებრივი კატასტროფა. ამიტომ ჩვენ ვინც ვართ დედა ეკლესიის წევრები, ჩვენს ოჯახებში ხომ არ უნდა დაუშვათ ეს უბედურება. ზოგან ურჩული დგას, ზოგან ნალი კიდია, ზოგან გველი კიდია, ეს რა უბედურებაა კაცო, ამ გველს რა უნდა სახლში, ამ დალს რა უნდა, ამ ცხენს რა უნდა. ალბათ წელს ცხენები მილიონი გახდება, რადგან ცხენის წელიაო და არის კარგი იქნებიან ბიჯნიბეები, რომ გაუხარდებათ და დადგებიან და გაკეთიან ცხენებს მილიონებად. ეს ჩვენი ეროვნული ტრაგედია ამჟამად და ვინც ეკლესიის წევრები ვართ, ყველა უნდა უთხრათ სხვებსაც, რომ ეს არ შეიძლება, ეს კერპთაყალის მცდელობა, ღმერთმა შეიძლება ის ხომოგულინო სამის გულისთვის. არა თუ ცხენის ფიტული სახლში ცხენიც არ უნდა შეიტანო ამ დროს, იმიტომ რომ პატარა თოჯინდაც კი და სათამაშო, რომ არ შეგერაცხო შენ კერპთაყალის მცდელობად, ქვეცნობიერად არ გაივლო დღეს ცხენის წელიწადიო, არ არსებობს ცხენის წელიწადი, არ არსებობს ვეფხვის და ასე შემდეგ, არსებობს წელი. აკურთხე უფალო გვირგვინი ამის წელიწადისა. აი ეს თუ არ დაინერგა ჩვენში, ჩვენ ვერ ვიქნებით მართლმადიდებელი ერი. და ვიქნებით ფასადები, ფასადური სარწმუნოების ერი, ვიცხოვრებთ კარგად, ან და ვერ ვიცხოვრებთ კარგად, იმიტომ რომ ღვთისმშობლის ქვეყანა ვარ და ღვთისმშობელი არ გვაპატიებს ამას. შენ რომ ახლა კერპებს მიაგებდეთ ამას და იძახთ ღვთისმშობლის ქვეყანა ვარო, ვინ მოითმეს ამ უბედურებას? ვერა დავიფაროს ჩვენ ამ კატასტროფული უბედურებისაგან წელს უკვე ჩვენმა ხალხმა კერპები გამოფინა საქართველოში. აქამდე ეს არ ყოფილა. ერმა დაამხო ლენინის კერპი, მაგრამ აღმართა ცხენის კერპი. მერე აღმართავს გველის, ხვლიკის და რა ვიცი, რა ჯანდაბა და რა ოხრობა, ეს საშინელება, ეს უბედურება. თუ ეკლესიას უჯერებ, დაუჯერე ეკლესიას, დაუჯერე პატრიარქს, მაგრამ უჯერებ რომელიღაც ასტროლოგს. რაკი ასტროლოგს უჯერებ? როგორ წაგივა საქმე? ეკლესიურად, ასტროლოგიურად, კითხაურად, ჯადოქრულად და ვაი ჩვენს პატრონს უბედურს. აი ეს ილია ტყუილად კი არ ამბობდა ჩვენის თანაბედნიერი განა არის სადმერიო. აი მართლაც მასე ვართ გარეთ მხდალები, შიგნით ძლიერები, მოყრის ვერ მცნობები და მოყრის მგმობები და ტყის ვერ მცნობები. აი ამის გამოა ვიტანჯებით საუკუნეების მანძილზე, წლების მანძილზე, აი ამ კერპებს რომ მივაგებთ თაყვანს და ხან ადამიანებს გავიხდით კერპად, ხან ცხენებს გავიხდით კერპად, ხან ხვლიკებს, ხან ფრონტოზავრებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მრავალს დაესწარი შობას, მრავალს დაესწარი დამდეგ ახალწელს. მერთმა დაახო საქართველოში კერპთაყვანის მცდელობა თუ ცხენის თაყვანის მცდელობა თუ ჭირისა და უხრობის თაყვანის მცდელობა. მერთმა შეგვაგნებინოს ჩვენ რომ ეს დიდი ტრაგედია, ეს არის ჩვენი ეროვნული უბედურება. წელს უკვე მოხდა ეს. და იქით წელს რა იქნება კაცმა არ იცის. მე მომეთეთ ლევანდელი წლის მეშინია როგორც მართლმადიდებელ მღვდელს. ვაიმე რა იქნება წელს. ღმერთმა სასჯელი არ გამოგზავნოს აი ამ ღია კერპთაყვანის მცდელობისათვის. ეს უნდა იქადაგოთ თქვენ. იოანე ოქროპირმა
თქვა რომ მე კონსტანტინოპოლს ვერ გავწდი, იმიტომ მრევლი მოქმედი არ არის. იმოქმედე და იქადაგე და უთხარით ხალხს რომ არ შეიძლება ეს არის საშიში. ერთმა აკურთხოთ და მოგცეთ ძალა ჩვენს გულებში იშვას ქრისტე. და ერთმა აღგვიდგინოს ჭეშმარიტი სარწმუნოება და მოგვაქციოს ქრისტეს სამოციქულო სარწმუნოებაზე. ჩვენ თანასხმით. ეს საყვარელი ადამიანი რო ყავს, რეული რო ყავს. რომელიც შემოგწისინებს თვალებში და ძალიან რო უყვარხარ. უყვარხარ არა იმიტომ რომ ბევრი ფული გაქვს, არა იმიტომ რომ დიდი სასახლე გაქვს. არამედ შენი უბრალოება და შენი ეთილი გულსა და შენი კაი კაცობით უყვარხარ. ხო ეგრეა? ხო? უბრალოება მთავარი ადამიანი, თორე ფუფუნება და მილიარდები აქვს. როგორ არა? მაგრამ ოხრად დარჩენილა. როგორ არის რაც გინახავ? იჩინ მენდელები უკრაინა. ეტონები რა თქმა უნდა. დალოცილი იყავ მამო. მიყვარდა ძმა ხარ და იმიტომ გითხრა აქაც და იქაც უმეთ. ერთად ვიყოთ იქა უფრო და ეს ღირსება მოგვანჭოს მარტო. დალოცილი იყავ. დალოცეთ მამო. მამა ერთობით გაგუმაროთ, ერთობით. მამა გაბრიელო სამეთაზრობო წმინდაო ღირსო სალოსო მამა გაბრიელო ევედრეგბესა ჩვენათვი სიყვარული ხო თავმდაბლობა და მორჩილება შევიდა. სადაც სიყვარული არ არის, იქ მორჩილება არ იქნება, ვერასოდეს ვერ იქნება. სიყვარული და თავმდაბლობა, მორჩილება ეს ერთი განუყოფელი რამ არის. ადამიანი რითი ცხონდება? ამ პარტავნებით თუ მორჩილებით? პავლემ ფსიქოლოგი ძანებს რომ ამ პარტავმა თუმეტი ჭისა ხოლო თამდაბადო მადლს ანიჭებს. მაშავერჩიოთ ორი გზიდან ერთი. მაცხოვრებმა დაგვიდო გზა, ეკლიანი, ვიწრო, გასავლელი. მაგრამ მეშმაკმა დადო ფართო შარა გზა. როგორ მოიქცეთ? ვის მინდათ? უფალსო ეშმაკს. თქვენ როგორ მინდათ? მაშიარეთ უფლის გზით. და უფლის გზა არის მაცხონებელი. ამას რა თქმა უნდა ან მტკიცებოდა ან კიდე რამე სხვა. მე უბრალოდ გელაპარაკებ, თორე სხვანაირად შემიძლია გელაპარაკოთ, მაგრამ ერთადერთი რამ არის საცხონებელი. სადაც არის უფალი, იქ არის ცხონება. სადაც არის ეშმაკი, იქ არის დაღუპვა. სულის წარწმენა. ჩემს სიტყვას არც ერთს არ გეტყვით მხოლოდ. სოლომონ დიდმა მეფემ, ბრძენმა მეფემ ასე ეწოდებოდა, ასე უწოდებდნენ. ასეთი რამ სიტყვები თქვა. ამოებათა და ყოველივე ამოარს. ეს იგი ეს ქვეყანა არის სწრაფწარმავალი, წარსაწყმედელი. არ მეუნდათ ამ ქვეყანას. ჯობს გიჭირდეთ, შიოდეთ, გწყუროდეთ. ყველა ჩვენ თითოეულს განათქვენმათ მეც თქვენთან ერთად, მაგრამ არ მივეკუთვნოთ იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც მხოლოდ ანგარებაზე არიან გადასული და ფიქრობენ, ვისაც მეც წაართმევენ, ისინი თვითონ ბევრს მოიხოჭენ და მდიდრები იქნებიან და ძალაუფლება მათ ხელში იქნება. არ დაიჯეროთ. ძალაუფლება და დიდება უფლის ხელშია მხოლოდ. ყოველი უფლის ხელშია. ხოლო ისინი იცდებიან, ეს უგუნური ადამიანები, როცა უნდა თუ ის ძალაუფლება მათ ხელში მოექცეს. მაგრამ ჩვენ არც კი ვიცით თვითონაც ჩვენგანმა
უფალი ვისთვის გამზადებს რაც ყალობას დაუშვებს თითოეულ ჩვენ განზე და ამის მერე ჩვენ ვინ ვიქნებით ეს არავინ არ იცის ეს მხოლოდ უფალმა სამყაროს შემოქმნილად მამა ძემ და სულიწმიდა ჩემო ძირფასო რა გეონეთ რა მე ამას არც ერთი სიტყვის თქმას არ ვაპირებ მაგრამ ეთქვა მამა გაბრიელს და უფლის ნებრეს და ამიტომ გეონეთ თხილად იყავით ყველაფერს გაითვალისწინეთ ყოველიო თითეული თქვენი მიზანი თქვენი აი რაც თქვენ გინდა რომ გააკეთოთ აი აქ დაფიქროთ იქ მაღაზიას გაახსნით იქ უნივერსიტეტს გაახსნით იქ ქარხანას ავამუშავებთ რამდენად შეგიძლიათ ამ ყველაფერს შეკეთება ამ ბიზნესში ჩართვა რომ თქვენ არ დაგუყოთ ან კიდე თუნდაც პატარა საფუნთუშე გახსნათ მე რატო გეუნებთ ისე ჭკბო და გონება ღმერთმა უფალმა ადამიანს მისცა იმიტომ კი არ დაკარგოს კი არ წააგოს არამედ მოიგოს რაღაცა სული საცხოვნებელი მოყვას ეს საცხოვნებელი და მი რაღაც 1-2 გროშით მოყვა შეეციოს ოჯახს შეეციოს ამის მერე ყოველივე დაკარგულია არ იფიქროთ იმაზე რომ თქვენ მოიგებთ რაიმეს თუ თქვენ მოგებაზე ფიქრობთ ყოველივე წააგებთ მოგება არ არსებობს ამ ქვეყანაში მხოლოდ მოყვას ეს სიყვარული გაცხონა და გაგაძლიერებთ ეს სიყვარული გაცხონა და გაგაძლიერებთ თქვენ იშურდა ბოღმა გულიდან ამოიღეთ მხოლოდ გული სუფთა გული განუმზადეთ უფალს და ნახავთ როგორ ლამაზად გექნებათ ყველაფერი მე ლამაზი გული სუფთა გული წმენა და სიყვარული იქნება თქვენი ცხოვრების წინამძღვარი რადგან წინამძღვარი ყოველივე ამ სიკეთისა არის უფალი თავად არც მამა გაბრიელი და არც არავინ უფალია მამა გაბრიელი უფლის შვილია უფალს მიანდო მთელი თავის ცხოვრება და უფალს შეწირა კიდევაც ყოველივე ასევე ჩვენც მივმოანდოთ როგორც მამა გაბრიელმა მიანდო თავის ცხოვრება შეწირა თავის მთელი ცხოვრება უფალს და სიყვარული ასევე თქვენს როგორც მამა გაბრიელს სიყვარული მიანიჭა უფალმა ისე თქვენს მოგან ხოლმე ამისად საჭიროა სიყვარული უდიდეს სიყვარულია საჭირო მაპატი თუ ამას გელაპარაკებთ არც ვაპირებდი მას გითხრათ წეღანდა ეხლა გეუნათ რომ მადლობა უფალს თუ რამე ორი სიტყვა მათქმევნა ეს ის ჩემი კერა ეს იყო მამა გაბრიელის დიდი სიყვარული წყალობა უფლის სახელით ხოლო უფლის მადლით მე ჩემთ არაფერი შემიძლია რომ გითხრათ მადლობა თუ მიიღებთ რამეს მამა გაბრიელის სიყვარული მე გლახება ყველა ამასო თავ ხო თუ გლახა არა ვარ მაშინ ნაძირალა მაინც ვარ ამო ხო ეგეთი შემოწმა დაბა დალოცილები იყავით მერს გეწყოთ ხოლმე აი ამდენი ხანი თქვენ აქ გეხართ და მე ხლა მოვედი ღამეს ათენებს მამა გაბრიელის საფლავთან მისი მადლი დამერწმუნოთ პირდაპირ ხვიწე თქვენ ოჯახს და საქართველოს არ მოვაკავთ მე მინდა გავიხსენ ძველი აღთქმიდან ასეთი რამ როცა მამა აბრამი ევედრება უფალს 50 მართალი რომ იყოს ხომ გადაარჩენა უფალი მე 45-იო მე 40-იო მე 35-იო და 5 ჩამოდიოდა ბოლომდე 10 მართალი რომ იყოს ხომ მაინც გადაარჩენა 10-ზე მეტი ხართ აქ საქართველოს უფალი გადაარჩენს დამერწმუნე ამინ ხო მაგარი ვარ ჭეშმარიტად რა მაგარია საქართველო და დებულე ქართველიერი ნახე რა მაგარი ვარ მე კი არა მე ერთი გლახავა უბრალოდ ვიტყვი ხოლმე ამ სიტყვას იმიტომ რომ თქვენ მინდა რომ აღფრთოვანები გამოხატოთ მეტი არაფერი არ მჭირდება ეგრე იყო მამა გაბრიელი ეგრე იყო ეტაკებოდა ეშმაკებს პირდაპირ ეტაკებოდა ხოლმე მე ეშმაკი და ლოგინს ვეტაკები ხოლმე კაცო ასკი კარგად დავლე მე ლოგინი მინდა ან სადამ აქ ლოგინი მამა იგი ხო ისე ტახტი ხოლმე
ჩემო ძმებო, ცხოვრება დიდია და ძნელია. მაგრამ შემართებულები იყავე და არ დაუთმობთ ეს მაგს არაფერი. დედაკაცებო, თქვენ გეუნებით, გრძელი კავები ჩავით ყველა. ყველა გრძელი კავე კოჭებამდე. თუ გინდათ ქვეყნის გადარჩენა, ყველა დედა და ყველა შვილს ვეუბნები ახლა. საქართველოს გადარჩენა გარეგნომაშიც არის. სულ ერებაში და ფიზიკურობაშიც არის. მოგრია მამო? ვისაც უფალ და სამშობლო უყვარს, მიბაძავს იმ წმინდა დედებს და წმინდა მამებს. დანარჩენი აქ წარმავალი ყოველი. ერთი მამა გაგოს უგალოთ, ხო შეიძლება რა თქმა უნდა. წმინდა ღირსო მამ სალოსო მამა გაბრიელო Saloso, Filso, Mama, Gabrielo, Which one got that? Didier, Mama Gabrieli. Dido. Rogorani, Sabina, Dido, Saloso, Mama Gabrielo, Evedre, Sakatolosa, Cartolierisos, Genetovis. Amagari Sulali Casio, Gaso, Sulagara, what the weekend will be at the Ditkhashe nu povda sakorolane sakmesheni. Dideba shenda Krister mertso sasoibo ochuno, dideba shenda. ეს ჯორი დაანკედა რო ადგილზე მე უფეო ზეცათაო გვაკუთენ დიდებულო უფალო დედა პალასკევა ჩემი დაიგე როგორია ცოტა აუგაური ყველაფერი არა მე მინდოდა შენი ნახო და არ შემომიშეს არ დედა უისვენესო აი და ვიძინე ორიგანი. ვიცი დედა, მაგრამ ვინ მოგასვენებდა, აქამდე ვინ გასვენებდა, მაგრამ საქართველოს დიდების ხატი. აი ვიძო. დედა, შობი, დიდებულ დრესასო. საქართველოს დიდების საქართველოს ყვავილებში ტურფა ვარდიხარ მაგ პატარა სილამაზით მართლაც კარგი ხარ გაიხარე და გამრავლდი ჩემო სამშობლო ჩემო ტკბილო საქართველო შენა გაიხარე მამა გაბალთოს საქართველო აქედა დაწნებული აბა დედაო აბა გაიხარე სიტყვა მოხდეს ეგეთესაა შენი ლოსა შემაწე დედაო დიდება ქრისტიანობა შეგედეს მამა გაბალთოს მე კიდე გლახავარ მაგრამ თუ გლახავარ სათხოვარი არის სამგვარი სადიდებელი სამადლობელი და გამოსათხოვარი გამოვითხოვთ წყალობას ვადიდებთ და ვემადლობლებთ მაგრამ ვემადლიერებით ღმერთს და ღმერთის გამოვლენილ წმინდანებს და ინსტიტუტი გამოვითხოვთ ღვთისაგან წმინდანების ხელხებით აი სულ და
ანუ ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს სწორად. მართლაც დიდებული და მართლაც მადიდებელი. რომ არ გაირღვეს ჩვენი წმენა და მეცრად არ შევიქმნათ არასწორად მხედველნი ღვთის სარწმუნოებისა და ღვთის დიდებისა. ჩვენი სარწმუნოება იყოს მართლაც დიდება ღვთისა. მართლმადიდებელი სამართლის ეკლესიის შვილობისა და შვილობის განცდა. ერთმა ძალა მოგცეთ. მართლმადიდებელი ეკლესიის შვილობისა ჩვენი დედა ეკლესიის ჭეშმარიტ შვილობისა მოგცეთ მადრის ზიარებისა აღსარებისა ლოცვისა მართლისა დიდი გაბრიელ ბერი სასწაულს მომქმედი და მამას ეწეოდეს ჩვენ ყველას ჩვენს ყოველთვის შუბის შემდეგაც და ყოველთვისაც წმინდანები დიდი გაბრიელ ბერი თუ წმინდანები ყოველთვის შეეწევათ ფარდა გინახია ოჯახში ძალიან სუფრა როგორც ცხოვრება ფარდა ჩამოყარა მოდი მასწავლებელი სუფრა მიყოს და იმრომ აქცენტი მაგაზე მოწყალება ეს უნდა გახსოვდეს ყოველთვის ხდება ეს შუბის დღეს იქნება შუბის შემდეგ იქნება ჩვენ თავარი ვითხოვთ გული ქრისტიანში მაგრამ ყოველრიგში ეგრეა შენში უხსოვდა და მადლი ღვთისა და აგანანი ოჯახში შემოდი არის მადლის მოხდა შეკრულია და კიდევ რა ჩვენ ძალიან ხშირად მოგძალით საფლავთან და რაღაცისაც ეკლესიაში მოდიერ თუნდაც იქ შიგნით რა რაღაცის გამო ვითხოვთ ამას ეხლა მეთქოლეს თუ ჩვენ ადამიანთან ვიმეგობრებთ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცა გვინდა მისგან და სხვა მისთვის საწყენი არ იქნება საწყენი ჩვენ თუ ადამიანთან ვიმეგობრებთ იმისათვის რომ ჩვენის გვიყვარს ეს მისთვისაც სასიხარულოა და ჩვენთვისაც ამიტომ ღმერთთან ურთიერთობა უნდა იყოს აი ასეთი მე შენთან მინდა ღმერთო მე მიყვარხარ შენ მეტი არაფერი და ნახეთ იცით როგორ წამოვაწყალობა მე ხერხლა და არა ის რომ ეს მინდა ღმერთო მამა გაბრიელ საფლავზე ეს მინდა მევალ წმინდა ნიკოლოზ ხათთან ეს მინდა მოდი ერთხელ თქვა ეს რომ უფალო მე მინდა შენთან ყოფობა შენი წმინდანების მეშვეობით აკუთხები მამო რა ხელა ზნელია მაგისტრო აი აქელა გამომდინარე და სულ მადლის დენა ისევე როგორც ადამიანს გიტარი მეგობარი რომ ყავდეს კიდევ რომ და იმასთან მეგობრობდა და იმედს გაძლევდეს თუ ფული არ იქნება ან არ მოგწევს აღარი მეგობრო უფალი ყოვლის მოწყალია ყველაფერი აქვს შენ თუ იმასთან ურთიერთობ მარტო იმიტომ რომ რაღაცა გინდა ამო შენ თქვა რომ შენ ხარ შვილი ღვთისა შენ და მე და ჩემი უხსენდა ეს ეგრე ჩვენ დაიგა ჩემი მე და ჩემი უფალი ჩემი მამა გაბრიელის მეშვეობით ჩემი წმინდა ნიკოლოზის მეშვეობით აუ რა მაგრები აქ რო დგეხარ იყავი ჩემთან უფალო ვიქნები შენ ისე გოგოებო შარლოს მო არ მიჩავ ხო მაგად იქნება ეს იქნება უდიდესი ბედნიერება ამბო შენ მე არ მისუნა მე ცალკე ვლაპარაკო როცა ამ კონდიციამდე მივა ჩვენი სული მაშინ უფლის მოწყალება არ დააყოვნებს და ღმერთი ყოველთვის არის ჩვენთან ჩვენც ვიქნებით მასთან და ღმერთი თავის შვილებს თვალისჩინი ხო ჩამოტა ჩემი აი ეს დავიხსენოთ ჩამოტებული მაგარი აი ესეთი განწყობი რაც შეგსურს ღმერთო ყველაფერი დაისე იყოს ანუ ამით ვიქნები ბედნიერი ყველა გასცემს შემდეგ გარდაიქმნება სიხარულად და მოდის მადლი და მოსწყალება მოგცეთ 60 ქულო დედა ეკლესიის ერთობა ხშირი აღსარება ხშირი ზიარება და სამშობლოსა და ალილოდა ქრისტეს მახარობელნი ვართ ქრისტე შობას მოგილოცავთო ალილოდა ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემში ნაო ალილოდა ანგელოზნი უგალობენ დიდება მაღალთაში ნაო ალილოდა
მომსებმა გაიგეს მივიდნენ და თაყვანისეს ალილოდა აი ალილოდა ვარსკვლავები ბრწყინვალებენ ანათებენ ბეთლემსაო ალილოდა აი ალილოდა შორი ქვეყნიდან მოსულმა მოგვებმა წვენი შესწირესო ალილოდა აი ალილოდა ქრისტეს მახარობელნი ვართ ქრისტეს შობას მოგილოცავთო ალილოდა აი ალილოდა 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემში ნაო